რეფორმების საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. რა ხდება ქვეყანაში ვარდების რევოლუციიდან 7 წლის შემდეგ? ამ თემაზე მოხსენება ქვეყნის პრეზიდენტმა ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ American Enterprises ცენტრში წაიკითხა. სააკაშვილმა 15 წუთიან გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, პოლიციის რეფორმაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტი ცნობილი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჰოლბრუკის ხსოვნისადმი პატივის მისაღებად ვაშინგტონში 10 ქვეყნის ლიდერი ჩავა. წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy. Thank you. It's really a thrill to be here in town. დიდი მადლობა ნამდვილად სასიამოვნოა ამ ქალაქში ყოფნა, თუმცა აქ ისეთი სამწუხარო მიზეზით ვიმყოფები, როგორიცაა რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია. რიჩარდ ჰოლბრუკი ჩემი დიდი ხნის მეგობარი და საუკეთესო მრჩეველი იყო. მრავალი წლის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი მისი პიროვნებითა და ნიჭით. მიუხედავად ამ სამწუხარო მიზეზისა, უდიდესი პატივია გამყოფელეციაზე ყოფნა. ამ ინსტიტუტში ადრეც ყოფილ ვარ. ყოველთვის სასიამოვნოა მიმართო ასეთ განსხვავებულ და ძალზე ინტელექტუალურ აუდიტორიას. რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ იმ წარმატებასა და ეფექტიანობაზე, რომელსაც ამერიკის დახმარებით მივახციეთ, მინდა აღნიშნო ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება. ერთი მხრივ თქვენ გესმით იმ დაბრკოლებებისა და პრობლემების შესახებ, რომლებიც ჩემი ქვეყნის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობის მქონე ქვეყნის წინაშე დგას. გუშინ ვესაუბრე კონგრესის შედარებით ახალ წევრს, რომლისთვისაც არსებული ვითარების ყველა დეტალი ცნობილი არ იყო. მე აუხსენი მას, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% და სანაპირო ზოლის 2/3 ოკუპირებულია. ჩვენს დედაქალაქთან ახლოს განლაგებულია ჩვენზე დამიზნებული საარტილერიო სისტემა. ჩვენ საზღვრებში შემოჭრილი იმპერია აცხადებს, რომ სურს ჩვენი მთავრობის წასვლა და ჩემი დაკიდება სხეულის გარკვეული ნაწილებით. ისინი არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას აღიარებენ, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი. იმ ადამიანმა შემომხედა მე და მკითხა, როგორ მოხდა რომ გადარჩით, როგორ არსებობ, როგორ მოხდა რომ აქ ხართ. იგი ძალზე გარკვეულებული იყო, რომ მე ფიზიკურად ვარსებობ, მაგრამ რეალურად ეს არის ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის ორციფრიანი მაჩვენებლიც დამოახერხა. ჩვენ შარშან დაახლოებით 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გამო მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად დაგვასახელა ეკონომიკის სფეროში 5 წლიანი პერიოდის მიხედვით. ხოლო Transparency International-მა განაცხადა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას ასეთი პროგრესისთვის არ მიუღწევია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, როგორც ჩვენ. საქართველოს პალერმოს მსგავსი რეგიონი იყო აღმოსავლეთ ევროპაში კრიმინალის თვალსაზრისით. ახლა კი ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების მხრივ მეორე ადგილზეა ევროპაში ისლანდიის შემდეგ. კრიმინალის ხარისხი ჩვენთან 5-ჯერ ნაკლებია ვიდრე რუსეთსა და რამდენიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში. საქართველოს მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა რეგიონში, რადგანაც აქ თითქმის ყოველ კვირას ჩამოდის სამთავრობო დელეგაციები ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. ისინი მოდიან, რომ საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ და ისწავლონ რეფორმები. მათ შორის აინტერესებთ, როგორ განვახორციელეთ პოლიციის რეფორმა. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში პოლიციის მიმართ დობის ხარისხი დასაწყისში მხოლოდ 5% იყო. ახლა კი 86%-ია. ანუ ის იმ ინსტიტუტიდან, რომელიც საყოველთაოდ ცუდად გადაიქცა ინსტიტუტად, რომელიც ძალიან უყვარს. Galapagos გამოკითხვების ბოლო მონაცემებით, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა კვლევას, კორუფციის დონე ქვეყანაში მხოლოდ 9.4%-ია. 6 წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 98% შეადგენდა. ჩვენ განვახორციელეთ საგადასახადო სფეროს რეფორმა, განათლების სფეროს რეფორმა. მოვიწვიეთ 10,000 ამერიკელი პედაგოგი, რათა ასწავლონ ინგლისური საქართველოში და უკვე 1500 პედაგოგი ჩამოვიდა. სულ მალე მათ სხვები შეუერთებიან. რას ნიშნავს ეს რეალურად? ეს არა მარტო ინგლისური ენის სწავლებას, არამედ სწავლების მეთოდის რევოლუციურ ცვლილებას და კულტურის აღქმის შეცვლას ნიშნავს. ისინი ცხოვრობენ მცირედ დასახლებულ პუნქტებში, სოფლებში. რეალობა ისაა, რომ ისინი საზოგადოების დახმარებას ცდილობენ და უმეტესად ახალგაზრდები, იდეალები, თანაც ყველანი მოხალისეები არიან. შევხედოთ, როგორი ცათამბჯენები შენდება საქართველოში კერძო ბიზნესის წყალობით. ჩვენ გვაქვს პატარა ქალაქი ბათუმი, შავი ზღვის სანაპიროს არაოკუპირებულ ნაწილში, სადაც ამჟამად უფრო მეტი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და მეტი მშენებლობა მიმდინარეობს ვიდრე მოსკოვში. კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი რამ, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ასაკვირველია, ჯერ მიზნისთვის არ მიგვიღწევია და ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვედით, 1000 ლეულის გამოწვევების კორპორაციის დახმარება მივიღეთ. პირველი რაც ჩვენ მათგან მოვითხოვეთ, გზების მშენებლობა იყო, რადგანაც ინფრასტრუქტურა საშინელ სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა. მცირე პროექტების განხორციელებისათვის ეკონომიკური სესხის მიღების გზით ჩვენ ხელშეწყობა გვჭირდებოდა და 1000 ლეულის გამოწვევების კორპორაციის დახმარება სწორედ ამას გულისხმობ. როგორც ცნობილია, ეს დახმარება მრავალწლიანია და მთავრობა საშუალებას
აძლევს წინასწარ დაგეგმოს ბიუჯეტი. მინდა სიამაყით აღნიშნო, რომ დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი აპრილში სრულდება. სხვადასხვა პრიორიტეტებზე დაყრდნობით თითქმის 295 მილიონი ჩაედო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, გზების მშენებლობაში, დაშორებული დასახლებული ადგილებისაკენ, რასაც ძალზე დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. შემიძლია გითხრათ და ბატონა იოჰანესმაც აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს მას შემდეგ, რაც დახმარების პაკეტის მეორე ეტაპი გამოცხადდა. შემიძლია გითხრათ და ბატონმა იოჰანესმაც აღნიშნა სიტყვით გამოსვლის დროს მას შემდეგ, რაც დახმარების პაკეტის მეორე ეტაპი გამოცხადდა. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენთან სამი ისტორიული გზა აშენდა. პირველი გზა რუსეთის იმპერიამ მაშინ ააშენა, როდესაც პირველად დაეპყრო საქართველო და მას რუსეთის სამხედრო გზას უწოდებენ. თავად სახელიც მეტყველებს მის ისტორიაზე. ეს გზა გათვლილი იყო კავკასიაში ჯარისკაცების შემოსაყვანად. ისინი შემოდიოდნენ საქართველოში კავკასიის შუაგულში, სწორედ აქ დისლოცირდებოდნენ სტრატეგიულად. ამ გზამ, რომელიც ხარისხიანიც კი არ იყო, უდიდესი ზიანი ჩაგვრა და დანაკარგი მოუტანა ჩემს ხალხს და უზარმაზარი ზემოქმედება მოახდინა მასზე. მეზობლის მხრიდან ეს ძალიან ცუდი მოპყრობა იყო. მახსოვს ამ გზაზე გერმანიის პრეზიდენტთან ერთად გავიარე და მან აღნიშნა, ახლა უკვე მესმის რატომ მოდიოდნენ აქ რუსები ყოველთვის ტანკებით. ეს იყო პირველი გზა. მეორე გზა 70-იანი წლების ბოლოს აშენდა და ის ჩრდილოეთ ოსეთს სამხრეთ ოსეთთან აკავშირებდა. ამ გზას არ ჰქონდა გადარჩენის შანსი, რადგანაც არ იყო ეკონომიკურად მომგებიანი, თუმცა მას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. თუ საქართველო კვლავაც გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას, მაშინ ეს გზა წინაღობად ექცეოდა. ზუსტად ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარები მთაში გაყვანილი ვიწრო გვირაბით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ ჩვენ ორი გზა გვყობს, ორი გზა წყვეტს რეგიონებს ერთმანეთისაგან და ცივილიზებული სამყაროსაგან. ეს გზები გვახშობს, რომ არ ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი. თუმცა არსებობს მესამე გზაც, რომელიც ხელახლა აერთიანებს იმ რეგიონებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყო ერთმანეთს. ეს ის გზა, რომლის მშენებლობაც 2005 წელს დავიწყეთ და ახლახან დავასრულეთ. ვამაყობ, რომ ის ოფიციალურად გამოვაცხადეთ გახსნილად. დანიელ იოჰანსენმა აქ მანქანით გაიარა, მე კი ტელეკამერების თანხლებით. ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ასობით ათასი მოქალაქის უფლებები ირღვევა. წარსულში ამ რეგიონში ჩამოსასვლელად 7-8 საათი იყო საჭირო და რომ არა უკიდურესი აუცილებლობა, იქ წასვლის სურვილი არც გაგიჩნდებოდათ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ იტანჯებოდა ჩვენი მოსახლეობა. ახლა კი 2 საათიანი ძალიან სასიამოვნო მგზავრობის დროს თქვენ წინ თვალწარმტაცი ლანდშაფტები იშლება. ეს ძალზე ეგზოტიკური ადგილია ტურისტების მოსაზიდად. ამის გაკეთებაში თქვენ დაგვეხმარეთ და დიდი მადლობა ამისთვის. უნდა აღნიშნო, რომ ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის დახმარების პაკეტით 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ 100 მილიონი დოლარი გამოიყო. ეს გადაუდებელი დახმარება იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ უკვე დავასრულეთ ამ პაკეტის პირველი ეტაპი და ახლა მეორე იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ კორუფციის დაძლევის თვალსაზრისით მოხდა. ამაზე უკვე ვისაუბრე. ჩვენ მნიშვნელოვანი დრამატული ინიციატივები განვახორციელეთ. დავიქირავეთ ინტერპოლის წარმომადგენლები, მაგრამ თავარი ის არის, რომ დღეს მე კონგრესის წინაშე ვდგავარ და ვაანალიზებ იმას, რაც რეალურად შეიცვალა. ყველაზე დიდი ცვლილება, რაც ჩვენთან განხორციელდა, ინსტიტუტების მიმართ მიდგომაა. ინსტიტუტები შეიცვალა. დღევანდელი გამოკითხვების მიხედვით ეს ინსტიტუტები უფრო პოპულარულია საზოგადოებაში, ვიდრე თავად მფლობელებში. პირადად ჩემთვისაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავთქვით წინ, რასაც ლონდონის ჟურნალმა ეკონომისტმა ბოლო პერიოდში მენტალური რევოლუცია უწოდა. ძალიან ხშირად სხვადასხვა სახის რეპორტაჟებს ვაწყდებით პრესაში. ზოგიერთებს სურთ, რომ უარყოფითად გააშუქონ რეალური მოვლენები. ჩვენ შემთხვევაში უარყოფითი გაშუქება ხდება ერთი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ბევრი თავისუფალი ფული აქვს დასახარჯი მსგავს უარყოფით ფაქტებზე. თუმცა რეალობა ის არის, რომ თუ ამ რეგიონს გადავხედავთ, კიევის, კიშინიევის, მინსკის ქუჩებში ადამიანები ლაპარაკობენ ჩვენზე. მათ აინტერესებთ, მართალია რომ გზაზე ავტოინსპექცია აღარ გაჩერებთ, მართალია რომ ძღოლის ლიცენზია 3 წუთში იღებთ, მართალია რომ გადასახადებს ელექტრონულად იხდით, აღარავინ გაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ ირღვევა კანონი. მართალია რომ სკოლაში ყველა მოსწავლემ მთავრობისგან ლეპტოპი მიიღო და ყველა სკოლაში ინგლისურს და რამდენიმე სხვა საგანს ამერიკელი ასწავლის. მართალია რომ ყველაზე კარგი გზები გაქვთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. მართალია რომ ისეთ ქალაქებს აშენებთ, რომლებიც სინგაპურის, დუბაის, ჰონკონგის მსგავსია. მართალია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ყოველივე ეს რეფორმების დამსახურებაა. მილენიუმ ჩელენჯს ხედავთ ჩვენს დიდ პარტნიორად რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. გზები, რომლებსაც თქვენ აშენებთ, სულ უფრო და უფრო გრძელი ხდება და გრძელდება ჩვენი რეფორმების პროცესიც. ჯერ ბოლომდე არ გავსულვართ და ამიტომ ამას დიდი მადლიერებით ვიღებთ. ისიც მესმის, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ეს დახმარების ახალი პაკეტია და საქართველო ერთ-ერთია 60 ადრე არსებული რეციპიენტიდან, ვინც ეს უნდა მიიღოს. ჩვენ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ. ყავს ახალგაზრდა მინისტრები, ახალგაზრდა ჟურნალისტები. ჩვენთან ყველა ახალგაზრდა და მთავარი ის არის, რომ მერიტოკრატიის დამკვიდრებას ვცდილობთ. კითხულობენ, რატომ არის ამერიკა ასე წარმატებული? სწორედ იმიტომ, რომ ეს დაფუძნებულია მერიტოკრატიაზე. ჩამოვედი
მოვიდი ამ ქვეყანაში როგორც სტუდენტი იურისტი. მე და ჩემი ცოლი ასტორია ქვინში სარდაფში ცხოვრობდით და თავიდან საჭმელსაც ძლივს ყიდულობდით. შემდეგ შესანიშნავ ბინაში ცხოვრობდით ცენტრალური პარკის დასავლეთით. მუშაობდით წამყვან იურიდიულ ფირმებში. მომავლის შესანიშნავი პერსპექტივებით და მაშინ შევიღწენი ამერიკული ოცნების გემო. არავინ მეკითხებოდა ჩემს წარმომავლობას, ვინ იყვნენ ჩემი ბაბუები და მშობლები. ამ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივ მოვლენად არ იქნება. მაგრამ ეს ასე არსად არ არის და ასე ნამდვილად არ იყო ჩემს ქვეყანაში. მეტალური რევოლუციის უდიდესი ნაწილია მერიტოკრატიაზე გადასვლა. ეს ნელია, მაგრამ როდესაც ამას მივახცევ, ეს ნამდვილად დაფასდება. პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება დანიელ იოჰანესის ამ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ჩემი ქვეყნისთვის, უჩვენებს თუ რამდენად აფასებს ის არა მარტო ამერიკის მომავალს ან ამერიკის მიერ უცხო ქვეყნების დახმარებას, არამედ მერიტოკრატიისა და ამერიკული ოცნების იდეებს. როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, ბატონი იოჰანესი არის ამერიკული ოცნების განხორციელების სიმბოლო. დენიელ იოჰანესიც ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რით არის განსაკუთრებული ეს ქვეყანა. პრეზიდენტმა ობამამ იგი დაასახელა მილენიუმ ჩელენჯის აღმასრულებელ დირექტორად. აფრიკაში მუშაობისას მან ისწავლა ის, რომ სიღარიბე ანადგურებს ადამიანს, რადგან ხდება მისი დეჰუმანიზაცია. ამან დიდი გავლენა მოახდინა მის სამსახურზე და მისი დაუღალავი ძალისხმევა გამოიხატება იმაში, რომ მოუტანოს მსოფლიოს ქვეყნებს სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური განვითარება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ცოტა ხნის წინ მას საქართველოში შევხვედროდი. ახლა როდესაც გამოცხადა, რომ საქართველო მეორედ მიიღებს დახმარების პაკეტს, ჩვენ გსურს იგი კვლავ ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც ბატონი იოჰანესი ნამდვილად დაინახავს ჩვენს მიღწევებს. ეს ნამდვილი ნიჭია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონო დენიელ უდიდესი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რადგანაც თქვენ იცით, რომ ჩვენ მებრძოლი ერი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამდენი დევნილი ყავს, სიყარიბის მაჩვენებელმა დაახლოებით 60%-ით დაიწია. ამ მხრივ ჩვენ კვლავ წარმოუდგენელი მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს დაუცველობის პრობლემა. ჩვენზე ძალიან მოქმედებს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენ გვამოძრავებს, ის რომ არსებობს ვიღაც, ვისაც ჯერა რომ სწორ გზას ვადგავართ. ის ვინც მზად არის მხარში ამოგვიდგეს და მორალური დახმარება გაგვიწიოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც კი ფინანსური. თქვენ ასობით მილიონით დაგვეხმარეთ და ეს პროცესი შესაძლოა კვლავაც გაგრძელდეს, მაგრამ ის რაც თქვენ ნახეთ და დააფასეთ საქართველოში მთავარია. ისეთი ადამიანები როგორც დენიელია მხოლოდ ერთ სიტყვას იმსახურებენ: მადლობას. მადლობას გეუბნებით ბატონო იოჰანეს. ჩემთვის დიდი პატივია ტრიბუნა დაუთმო Millennium Challenge Corporation-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ დენიელ იოჰანეს. მოგესალმებით, მოხარული ვარ ვიმყოფებოდე Millennium Challenge Corporation-ის ამდენ მეგობარ შორის. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდ მადლობას მოგახსენებთ Millennium Challenge-ის მხარდაჭერისთვის. აქ სიტყვით გამოდიოდა საქართველოს პრეზიდენტი გასული წლის ოქტომბერში, მე ვიმყოფებოდი საქართველოში და იქ ვნახე ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში გაკეთდა. სურს მოგახსენოთ, რომ ყოველივე ეს მართლა ძალზე ჩთამბეშტავი იყო. ასევე მინდა კომენტარი გავაკეთო პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. საქართველოში ყოფნისას მას უთხარი კიდეც, რომ მისი ძალისხმევით საქართველო გახდება ძალიან წარმატებული ქვეყანა. საბჭომ გაითვალისწინა ყველაფერი, რაც გაკეთა და გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება დაემტკიცებინა დახმარების მეორე პაკეტი. ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან და მისი ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას. თუ კი დავაკვირდებით შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, ის ბევრად აღემატება სხვა ქვეყნების მაჩვენებელს და სავარაუდოდ ეს არის ბოლო დახმარების პაკეტი, რომელსაც საქართველო Millennium Challenge-ისგან მიიღებს. რადგანაც მე გვპირდებით, რომ საქართველო 5 წელიწადში შეძლებს საკუთარი თავის შენახვას და კერძო სექტორის ინვესტიციები ჩაანაცვლებს ჩვენს დახმარებას. საქართველოს პრეზიდენტმა არნახული პროგრესი მოახდინა საქართველოში და ჩვენ განვაგრძობთ მასთან მუშაობას. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენი ყოფნა საქართველოში მართლაც შესანიშნავი იყო. Enterprises ცენტრში გამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილი 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოსა და კორპორაციის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მოლაპარაკებები გაიმართა კონგრესმენებთანაც. სააკაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრს კრისტოფერ სმითს შეხვდა, ის წარმომადგენლობით პალატაში საგარეო კურსის განსაზღვრაზე მუშაობს. დახურული აუდიენციის საუბრის მთავარი თემა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები იყო. კონგრესმენმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა. სააკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა კონგრესმენ ჰოერსსაც, რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. ის წლების განმავლობაში იყო ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. I've also been chairing the Global Human Rights, Global Health, and Africa subcommittee. We're progressing well, because actually we had serious advances in media freedom. სააკაშვილის ვიზიტი ამერიკაში დასავლური მედიის ობიექტივში მოხდა. საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკელი სენატორების შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მაღალტირაჟიანი ამერიკული გამოცემა USA Today წერს და ფრაგმენტი სტატიიდან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მეტად წარმატებული გამოდგა. ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი სენატის სპიკერს ჯონ ბონერს შეხვდა, რომელმაც საქართველოში მიმდინარე რეფორმებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და საქართველოს ლიდერს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ბონერმა ღიად განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი დესპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
სიტუაციაში საქართველოს კვლავ აქტიურად დაეხმარება ნათქვამია USA Today სტატიაში. სააკაშვილისა და ბონერის შეხვედრას ვრცელ სტატიას უძღვნის სააგენტო France Press-იც. მიხეილ სააკაშვილის პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემდეგ ჯონ ბონერს შეხვდა. პალატის სპიკერმა საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა და იქვე დასძინა, რომ შეერთებული შტატები კვლავ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრეა, რაშიც თბილისისა და ვაშინგტონის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ნათქვამია France Press-ის პუბლიკაციაში. ახალგე ამერიკული Foreign Policy, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ შეხვედრებს ეწერს, სენატორ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი უკანასკნელ პატივის მისაგებად ვაშინგტონს მაღალი რანგის სტუმრები ეწვიმნენ. მსოფლიოს ლიდერებთან ერთად შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილიც იმყოფება. ის სიტყვით ამერიკის საერთაშორისო ინსტიტუტში გამოვიდა, ნათქვამია Foreign Policy-ის პუბლიკაციაში.